გამარჯობა, ეს არის გაცოცხლებული შოუს 52 ეპიზოდი, წეგან ნახე ეპიზოდი ისე. სანამ დავიწყებთ გადაცემას, გეტყვით რომ რებრენდინგის შემდეგ სპონსორი არ შეგვცვლია, ეს სახელი შეეცვალა და ჩვენი წარდგენი არის ბეტსონ სპორტი. დღეს ჩვენი სტუმარი არის გივი პაპავა. მადლობა გივი რომ მოხვედი. აი, ბიჭებო, გადავიდეთ კითხვების რუბრიკაზე. გუნდები განაწილებულები ხართ უკვე, ისე ლუდი ტყუილარდებს შეგიძლია აიღო. თორე ცოტნე სახეს გაუხევს მაგას ცოტა ხანში. ხომაგნება. გინდა? აი, პირველი კითხვა შახულაშვილი გწერს, როგორ არ უნდა იცეკვო საკუთარ ქორწილში? საკუთარ ქორწილში. აბა ეშენი გენაცო. მოდი დედოფლის თაიგული სად წაიღეთ? აი ახსოვს. ისა სიძე ტრუსიკი მაინც ჩაიწვა. მე ესე მინდა შე რა გინდა? ახლა კი შემოგთავაზონე სიძე დედოფალი ცეკვას. სიძე არა მოდი თავიდან იქით მოდი ხან სიძე ცეკვას სიძე და კანო ესე გააკეთეთ შევა აბა მეგობრებო სიძე ცეკვავს კაი კაცი გწერს, სახალხო კონტროლი ბორდელში. ამაზე ვის უნდა აუდგეს საერთოდ? აი, ყველგან განდონები ყრიან. და სანამ მადონა ყურს ესწრება, მოდი ჩვენ სამზარეულო ნახოთ. ეს ხალი რატო არა დასტიკერებული, რატო არა? ჩინელები რატო არაა გადაწმენდილი? დამტერილია რა. ფუ რა ყლისუნია რა ესეც. ვახჩენ. მე დავამთავრე. ფერიალის წერს, როცა სახლი სასაფლაოს გვერდით გაქვს. მოკლედ აი სახლია რა და ნუ რაღაცა ფინანსური პრობლემების გამო გაყიდვა გადავწყვიტე. აუ კი ძალიან კაი. ხმაურიანი სახლი ხო არა? აღდგომებზე. ხო ძალიან კარგი სახლია, სხვათაშორის ბავშვებისთვის მისწრება. აი მიწაში ითამაშებენ როცა და კი, შენ ბაბუამისიც ნახო. ხო, რაღაცა შეიძლება. კათაპალკა მალე მოვა? რა გვინდა კაც მაჯრიდან გადავაგდებს პირდაპირ იქ ვარდო. აქედან გადის? გათხრილია? მახარა რომ დაწყებითის მასწავლებელი იყოს. ხო, დენის ფულია მოსატანი 400 ლარი. ექსკურსიაზე მივდივართ ზანზიბარში. ისე პატარა ყლეობა ადექი გაკვეთილი მოყევი. არა, კარგად მომყევი და 10-იანი მეკუთვნის ჩემი. აგედა 10-იანი, აგედა. ანადიქცევთ, რომ ოჯახში არ გაიზარდეთ თქვენ. მას რატომ მირტყამ? აი, გადავიდეთ შემდეგზე. და ეს თემატური არის და სანამ წავიკითხავ, ჩვენ ერთ სპონსორზე გეტყვით, რომელიც არის კრედო ბანკი და თავაზობს ესეთ სერვისს, რომელიც არის დაყავი პლუს. გვაძლევს საშუალებას, რომ შევიძინოთ ჩვენთვის სასურველი ნივთი უფრო მოქნილი პირობით, შეგვიძლია გადავანაწილოთ 8 თვეზე და არ გვექნება არანაირი დამატებით საკომისიო ან ხარჯი. სასურველი პროდუქციის შეძენა შეგვიძლია კრედო ბანკის პარტნიორ მაღაზიებში, როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ რეჟიმში და ნებისმიერ ტიპის შემოსავლის დროს არ აქვს მნიშვნელობა, ამას ბევრი ცოტა რაღაც ყველაფერი. რაც შეეხება კითხვას, ლუკა კეკელიძე გწერს, ყველაზე უცნაური მიზეზი ბანკში სესხის გასაკეთებლად. უკაცრავად, აი რატომ იღებთ სესხს რო გითხრათ? ისე ახ უყურებ და მანჩესტერის ორიანს არ გაექცევა. უეჭველი მოგებია რა.
ცეცხლი რაში გინდა? დაბალი ვარ. არა, დაბალი ხართ. და სესხი რაში გინდათ? სუქანი ვარ. აი ხარ. ისეთ მოპედებზე, კურიერებს მოპედებს აღარ ვაძლევ. So it's a no. It's a no. აი კაცი გწერს კანონით რომ უცნაური რაღაცეები ისჯებოდეს. მოდი აქ შენ, მოდი აქ. მოდი აქ. წამოდი. მოდი აქ შენ. მოდი აქ. მოდი. ჩვენ იმათ ხუმრობებზე გვაქვს აწყობი. მოდი აქ შენ, მოდი. მოდი აქ. ყველაზე უცნაური რამ, რაც ტემუდან გამოიწერე. დიახ, ხო. ჩამოვიდა კი როგორ არ ჩამოვიდა, მაგრამ არავის არ ჯერა რომ ჩემი ძმაა და რასა შემეშალა? ხო დედა. ხო ჩამოვიდა, პროსტა მარტო ტრაკია. რაღაცა დამაკლეს. რაც N1K4 გწერს სამეფო კარის თამაშები გაახმოვანეს შტანგა გოლის გამხმოვანებლებმა. ჯონ, რატო ხარ ვაჟიშვილი? $100 ვაგროვებ. ჯონ სნოუ ხარ შენ გიცანი. კედელზე ხარ? ვესტეროსიდან არის და კაცი არასდროს მოუკლავს. მასტყვანის დედა. აი, გადავიდეთ. ლევანი ჯიბუტი გწერს ქორწილში გაიგე რომ შენი ცოლი ადრე კაცი იყო. აი, რა ხმაურია მან, გაჩერდით. აუ 5 წლის წინ მოვკნავდი დედებს ახლა. ხარ ბიჭი ჯობია. მადლობა. პირველი ღამეა რა, მოკლედ. აბა საყვარელო. ამ ხელა მქონდა შარშან. წელსაც გექნება თუ გინდა. აუ, საყვარელო ნახე რა იქ რა ჩხუბი ატყდა რა. აი ყლე მოვიბათ, ბევრი საქმე გქონდა ესე. ნათია დამიძახე. ნათია დამიძახე მიყვარს. აი რა. ნათია რასაკეთე? არაფერი ვიფხან. აბატეთ. აი. შემდეგი ჯობია. აქ საკვანძო იყო ნათია რო არ დამეძახა არ გამოდიო. ანი ჩახაია გწერს ფრაზა რომელიც სექსის წინ არივარგებს. არივარგებს. იცოდე თუ რამე სიგზნობ მითხარი. რა პირველი ვარ შენ? აბა საყვარელო დაწექი ფეხი გადაშალე. მეორე ფეხი, ეგარი. ეს ნათია იყო ის. აი ეს იყო ნათია რა. ვიღაცა წერს უცნაური მიზეზები 112-ში დასარეკად. კიდე კაცმა აიღო. კი, ახლა გამოექანა შეხტა და იხრჩობა და ვიღაცა PSG-მ რაქნა ხო არის ჯიგარო. ხვიჩა ათამაშე. ალო, გადმომირეკეთ რა. ნიკო გწერს. შეყვარებულთან შუტკა გახსენი. ოს მამა შენი მაგარია ი. რამე დავდეს ხო ჭურჭელდ ხო არა. შენ და შენი დაქალები დამასკრით დოინჯი. დაქალებსაც გაუხსნა.
მომასკნით დოინჯით რა კაი. აუ ძაგ. შიქ ხო არა გაქვს. არა. აუ შეჩემა. დედაზე არ გამდი შესირქალა. ამოჭრილი 12 გოჯა გწერს. ძალიან წესიერი.ანი ჩახაია გწერს, ალალი ილუზიონისტი. აი ხა მეგობრებო, მე თქვენს წინაშე გავხერხავ კაცს. კივა ვიცი ძამი, ვიცი. ეს ეკეთდება. მე მინდა აუთ, მომზად, მეგობრებო, ეხლა თქვენ წინაშე გავხერხავ კაცს, აიკუზე. რა კარგია რომ სხვათება მოვიდა ისეთი. თიც გააყოლე. ჰოპ, მენტალიზმი არ არსებობს. ჯიგარიხა. user გწერს, აქციაზე გოგოს შეფმის მასტერკლასები. გინდა იმ რობოკოპებს თავი ვაცემინო. ესეთი. საქართველოს გულისთვის. საქართველოს გულისთვის. მე გადავიხდი იმ 5000-ს კაცო, არა აპროფი. მე ვარ ორგანიზატორი, მე. გთხოვთ დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება წყლის ჭავლი. აი ვინც ლაპარაკობს რა, მაგას ვწავდი. აი რობოკოპს ხირა. ვიღა დაგასველო ახლა? კალმათელი გწერს, სად არ უნდა წაიყვანო ბავშვები ექსკურსიაზე. აი ბავშვებო, ყველაფერი დავათვალიერეთ, შეგვიძლია ნელა სახლისკენ წავიდე, შენ იდექი ოღონდ ნაღბზე ხარ და დანარჩენი ბავშვებო ნელა გამონყევი. შენ მას ბუხუ დაიძახა. აი ბავშვებო, ის არის ბავშვთა სახლი. ისევ აქ დავბრუნდი. ბავშვებო, ეხა შევჭავთ კურსნაი ტოჩკაში და მე წავალ სახლში. კი, რო გაინტერესებს, დიდის მენშენი არის ეს? გველოდებიან შიგნით, გველოდებიან. კი, აი ეს არის ჩემი სახლი და ეს ავეჯია გადასატანად. საზიზღარი მასწავლებელი. აი ბავშვები მყავს მოყვანილი და რა დაგვიჯდება? 20 ლალი. რაცა კაცზე არის. გიორგი მესხი გწერს, ზოოფილი თამადა. გოჭი რომ მოწოდოთ აქეთ რა. იმ გოჩს ბოლოკის მაგივრად სხვა რამე უფრო მოუხდენო. აი პატარძალი რა კაი გოგოა. არის რა. სიძეც ხარივით. ხარივით ბიჭია. აუ რა მაგარი ტყემალე ერთი გოჭი მომატყნებინა. აი ერთი მე რომ მეთქვა. გეო გეიმინგ წერს, როცა სირცხვილის გზნობა არ გაქვს. ჩემი ეს გადაცემა მე მგონი ნათელი მაგალითი იყო მაგის. ჩემი ეს შეგვიძლია დავასრულოთ. ადამ ძალიან კარგი ვაშლია, ჭამოთ. საბოდიში რო გამიჩეროთ რა მეკუება. ელიბიცოლა, ზურიკო სახშია? აი, ბიჭო, მადლობა, კითხვები ეს იყო სულ. გადავიდეთ რუბრიკაზე, რომელიც არის ბრმა პაემანი.
ამ შემთხვევაში იგივე იქნება გოგო და აი ნაცია. ოქტოპუსის წევრებიდან რომელიმე უნდა აირჩიოს. ოღონდ თქვენ ბიჭებო რაღაც თავისებურებები გახასიათებთ ამ დროს და რუბრიკის ბოლოს უნდა გამოიცნო ვის რა თავისებურება ახასიათებდა. კაი ბიჭო, შეგიძლია დაიწყოთ. ნათია, შენ შეგიძლია დაიწყო კითხვის დასმა. მოკლედ ბიჭებო, მოგესალმებით პირველ რიგში და სამბიოსთან მექნება ეს კითხვა, მაგრამ აი პირველ ნომერს მინდა რომ ვკითხო, აი რითი მომაწონებდი თავს მაგალითად. მე პირადად წაგიყვანდი აი კიდესთან და დაგანახებდი ყველაფერს. მთვარეზე გინდა. აი მეორე ნომერი რითი მომაწონებდა თავს. იცი რა არის? აი ეს რომანტიკულ ადგილებს დადალევს ხა ძალიან ბევრ ადგილას შემიძლია წაგიყვანო. რესტორნების ჩამონათვალიც ბევრი მაქვს და რა ვიცი თუ გავისაუბრებთ ერთად და მე ამირჩევ ძალიან ბევრ ყლებს გაჩვენებ. აი იგივე კითხვა მესამე ნომერთან, აი მოიცა მოვიფიქრო. იფიქრე. კარგით, აი პირველ ნომერთან მაქვს შეკითხვა, აი წარმოვიდგინოთ რაღაცა ჩვენი ურთიერთობა გაღრმავდა უკვე და ერთად დავრჩით მარტო. რას მიზანდი და სად? სადმე რესტორანში. კინოშიც შეიძლება, დიახ. რა ხმაურებს დედამული რა ხდება? გააჩნია აი რომელი რასის წარმომადგენელი ხარ და რომელი რეპტილოიდი ხარ, უცხოა, ანუ ბევრი ასპექტს აქვს მან მნიშვნელობა. კარგი, აი ჩემში რა მოგეწონათ სამბიოსთან მექნება ის კითხვა. შენში ძალიან მომწონს შავი ფარდა, რომელიც აფარებულია და ვერ ხედავ. იდუმალი, პიროვნებები მე ძალიან მიზიდავს სხვათა შორის. შეიძლება მე ნანახი მყავს. შეიძლება რა ვიცი ძალიან მე მომწონს ძალიან მაღალი გოგოები მაგალითად. შეიძლება ჩემს გონებაში მაღალი ხარ, რატომღაც ესე წარმოვიდგინე. და აი პირველი ნომერი ჩემს გონებაში მაღალი ხარ, რაღაცა ლამაზი ხარ, ძალიან ტანწერწეტი ხარ, შვენიერი ხარ. და დეგენერატი ხარ და იდიოტი. პირველი ნომერი? მე რატომ ეკითხები მაგ ყველაფერს? ვინ ხარ? რატო გინდა ჩემგან პასუხები მიიღო? აი მესამე ნომერთან მექნება შეკითხვა, რომ რამდენი წლის ზონდი გინდა ტრაქში გამიგა? არა. რამდენი წლის ვარ თუ რამდენი წლის უნდა ვიყო? ხო, უნდა ვიყოს 60-ის, მაგრამ ვარ 30-ის. ჩემთან კითხვები აღარ გაქვს სიყვარულო? მოვერიდებოდი მე მაინც. ცოტა ისე წავიდა ჩვენი ურთიერთობა, რახან შემარჩევას აპირებ. აი რა. Sweet dreams are made of this. ო, ჩვენ გავაგზელოთ. Disagree. მოკლედ აი ესეთი შეკითხვა. 7 6 every ოფცლის არ ამოვისუნთქეთ. აი მესამე ნომერს რა შეუძლია ჩემთვის გააკეთოს ამ წამს? ამ წამს არაფერი ისეთი, მაგრამ თუ ამირჩევთ მე პირდებით რომ ძალიან კარგი საღამო გევალდებათ. სხვათა შორის ესეთებს რო უყურებ იმ ვაქცინის თემის ბჯერა უფრო და უფრო. კარგი, მესამე ნომერი არ აირჩიო, ერთწამიანია, მალე მორჩება. შენ რა იცი? შეუძლია გაწელოს. აი მეორე ნომერს რა შეუძლია რომ აი გააკეთოს ჩემთვის ეხლა. მეორე ნომერს რო ხედავდა ეხლა შენ ყველაზე ადეკვატურია ამ ვაიმე, თვითფრინავმა გადაიფრინა ბეჭი ამ თქივდა. აი, იდი, შეგიძლია აირჩიო და თან გამოიცნო ვის რა ახასიათებდა.
მე ვით არა მივირჩევ, ეს იყოს ბოზი. მესამე ნომერს ავირჩევ. გამოვისრო თან, ხო? აი ხა ის თუ შეთქმულება არ არის. აი. ხო, ჩემზე უნდა ეთქვა, ხო? რა თქმა უნდა. მოიცა გავიდეს 20 წამი ამათ. მესამე ნომერი ვაჟიშვილი. არა, ისე რა არის, არა. ეხლა რა სამართლია? არა, ისე რა ხო? ვაჟიშვილი ჩემი აზრით. რა როლი აქვსო ეხლა? ვაჟიშვილი. არა, ნახე, მაგას თითის დაწკაპუნების მერე ეგონა რომ დროს აჩერებდა. მაგით ვაკეთებდა ამას სულ. და შულობა დავკარგე. ძალიან მარტივი სოფელი იყო ალბათ. ეს დავკარგე შულობა. მეორე ნომერი რაღაცა რესტორნები, აქეთ ბიზნესმენი ალბათ. სადაც ეს ვაჟიშვილია მე რესტორნები, მელეხი. ფარდა და ვერ ხედავს. მელეხი ბიზნესმენი. მელეხი ბიზნესმენი. შეიძლება ეგ არ არის გამორიცხული. კალას ყოველ 30 წამში ვიღაცისთვის უნდა ეგინებინა, შევაროწყო უნდა მიეღენებინა. ცოტნეს ყველანაირი უაზრობის და შეთქმულების ჯეროდა. ეგეთი ის ახასიათებდა. 3 ევრო გამოგესწო მანქანას ვათამაშებდით, სამწუხაროდ ვერ გამოიცანი. და თან ისა ვინც მე არ ამირჩიოს მეთქი და ეგეც ადექი და ეს აირჩია და რა გავაკეთო? აი, მადლობა ბიჭებო. მადლობა გადავხადოთ ჩვენს წარდგეს, ბეცონ სპორტი არის ჩვენი წარდგენი. კრედო ბანკი არის კიდე ჩვენი ახალი სპონსორი, მადლობა მათ და მადლობა 5-დან 0-ს კიდე რომ ჩვენთან არის. ჩვენ განწყობას არ უზრუნია დღეს ამას. არ თქვა რომ ჩვენ განწყობაზე ამან ისრუნა. გივი მადლობა შენ, ძალიან კაი იყო, ძალიან გავერთე და მადლობა აუდიტორიას კიდე ძალიან კაი იყო, ძალიან შესანიშნავი, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან. სახლში რომ მიხვალთ ამ ეპიზოდს დარწმუნებული ვარ, აღარ ნახავთ. მაგრამ მაინც თუ ოდესმე რაღაცა შეგხვდათ, დაგვალაიქეთ, გამოგვიწერეთ და გვემეგობრეთ. კარგად.